დაბადება. თავი 42. უთხრეს ამ ამბების შემდეგ იოსებს, ავადაა მამა შენი და თან წაიყვანა თავისი ორი ძე, მენაშე და ეფრემი. აუწყეს იაკობს, აი შენი ძე იოსები მოდის შენთან, ძალა მოიკრიბა ისრაელმა და წამოჯდა სარეცელზე. უთხრა იაკობმა იოსებს, ელ-შადაი, ყოვლად ძლიერი ღმერთი გამომეცხადა ლუზში, ქანაანის ქვეყანაში და მაკურთხა. მითხრა, მე გაქცევ ნაყოფიერად, გაგამრავლებ და ხალხების კრებულად გადაგაქცევ და მივცემ ამ ქვეყანას შენს თესლს, შენ შემდეგ საუკუნო სამფლობელოდ. ახლა შენი ორი ძე, ეფრემი და მენაშე, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაში ჩემოსვლამდე შეგეძინა, ჩემები არიან, ისევე როგორც რეუბენი და სიმონი არიან ჩემები. შვილები, მათ შემდეგ რომ შეგეძინება, შენი იქნებიან, ისინი თავიანთი ძმების სახელზე ჩაიწერებიან მათ სამკვიდროში. ფადანიდან წამოსვლისას მომიკვდა რახელი ქანაანის ქვეყანაში, გზაში, ეფრათამდე არ ვიყავი მისული. იქ დავკრძალე, ეფრათას გზაზე, დღევანდელ ბეთლემში. დაინახა ისრაელმა იოსების ძენი და იკითხა, ვინ არიან ესენი? უთხრა იოსებმა, ჩემი ძენი არიან, რომლებიც აქ მომცა ღმერთმა. უთხრა იაკობმა, მომიყვანე რათა ვაკურთხო. ბინდი გადაჰკროდა ისრაელს სიბერისაგან თვალებზე და ვერ ხედავდა. ახლოს მიუყვანა ისინი იოსებმა, მან კი აკოცა და გულში ჩაიკრა. და უთხრა ისრაელმა იოსებს, აღარც კი მეგონა, თუ კვლავ ვიხილავდი შენს სახეს და აჰა, ღმერთმა შენი ძენიც მახელვინა. გადმოსვა ისინი იოსებმა მამის მუხლებიდან და მიწამდეს სათაყვანი. აიყვანა იოსებმა ორივე, ეფრემი ხელმარჯვნივ, ისრაელის მარცხენა მხარეს, მენაშე ხელმარცხნივ, ისრაელის მარჯვენა მხარეს და მიიყვანა მასთან. გაიწოდა ისრაელმა მარჯვენა და ეფრემს დაადო თავზე, თუმცა ის უმცროსი იყო, ხოლო მარცხენა მენაშეს დაადო თავზე. განზრახ გადაანაცვლა ხელები, თუმცა მენაშე იყო პირმშო. აკურთხა იოსები და თქვა, ღმერთმა, რომლის წინაშეც დადიოდნენ ჩემი მამები, აბრაჰამი და ისაკი, ღმერთმა, რომელიც მწყემსავს ჩემი გაჩენიდან დღემდე. ანგელოზმა, რომელმაც მიხსნა ყოველი ბოროტისაგან, აკურთხოს ეს ყრმანი, იწოდებოდნენ ჩემი სახელით და ჩემი მამების, აბრაჰამისა და ისაკის სახელით და გამრავლდნენ ფრიად ქვეყანაზე. როცა იხილა იოსებმა, რომ მარჯვენა ხელი ეფრემს დაადო მამამისმა, არ მოეწონა, აიღო მამის ხელი, რათა ეფრემის თავიდან მენაშეს თავზე გადაინაცვლებინა. უთხრა იოსებმა მამას, ასე არა მამა ჩემო, ესაა პირმშო, მის თავს დაადე შენი მარჯვენა. მაგრამ იუარა მამამისმა და თქვა, ვიცი შვილო, ვიცი, ისიც იქცევა ხალხად და ისიც განდიდდება, მაგრამ მისი უმცროსი ძმა მასზე მეტად განდიდდება და მისი შთამომავლობა გადაიქცევა მრავალრიცხოვან ხალხად. აკურთხა ისინი იმ დღეს და თქვა, შენიც წარმოსთქვამს ისრაელი კურთხევას, იტყვის, ღმერთმა გქონას როგორც ეფრემი და როგორც მენაშე და დააყენა ეფრემი მენაშეზე წინ. უთხრა ისრაელმა იოსებს, აი მე ვკვდები, თქვენთან იქნება ღმერთი და დაგაბრუნებთ თქვენი მამების მიწაზე. შენთვის მომიცია მიწის 1 წილით მეტი ძმათა წინაშე, რომელიც ჩემი מחვილითა და მშვილდით წავგლიჯი ამორელებს.